რატომ არის დედის წყევლა ძალიან ცუდი ჩვენი ენერგიებისთვის? ზოგადად ადამიანის წყევლა არის ისევ ცუდი და ადამიანების წყევლა ეგრე მარტივად არ მოგივათ, არ შეგეშინდათ, იმიტომ რომ წყევლა მაინც არის მაწყევარის, მაგრამ დედის წყევლა ყველაზე ცუდია შვილისთვის, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ენერგეტიკულად ზარალდება ვინც იწყევლება და ვინც იწყევლება პირველ რიგში მიდის შვილზე, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე და შესაბამისად შვილს თუ წყევლის მით უმეტეს ორმაგად შვილზე მიდის და მე არ ვიცი უბრალოდ როგორ უნდა აღმოფხრან პირიდან ეს სიტყვები და შვილი როგორ უნდა დაწყევლონ, მაგრამ ნუ არიან ეგეთი დედები და მე არც მათგან ვიკითხა, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ ეს არ არის სწორი და ეს ენერგეტიკულად დამაზარალებელი და რატომ ამბობ ამ ყველაფერს. დღეს დილით მოვიდა ერთი ქალბატონი ჩემთან კონსულტაციაზე და მითხრა, რომ ძალიან ცუდი ამბავი აქვს თავს და დიდი ხანი მთელი ბავშვობა წყევლიდა თავის შვილს, ცემდა თავის შვილს და ეხლა რაღაცნაირად თავის შვილს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მითხრა, რომ თუ შეიძლება რომ ენერგეტიკულად ეს წყევლა მოიხსნას, ეს მდგომარეობები რაღაცა დარეგულირდეს, ენერგია გაიწმინდოს. კი, შეიძლება შველა, იმით რომ ადამიანის ენერგიები გაიწმინდოს, ამ დროს ადამიანი უნდა ლოცულობდეს, რაღაცა სახლში უნდა ანთებდეს სანთელს თუ მაქსიმუმ, რა ვიცი, რაც მისთვის არის ეს რაღაცა მნიშვნელოვანი გამოსასწორებელი რაღაცა პროცედურები. ნუ არის ასევე ეზოთერიკაში რითიც შეგიძლია რომ ენერგია გაიწმინდო. მაგრამ აი ეს არის შემთხვევა, როდესაც ვეღარ უშველი შენ თავს და ვეღარაფერს ვეღარ იზამ, შეიძლება ვერც კი მიუსწრო ადამიანს ბოლომდე იმდენად იმოქმედოს ამ ყველაფერმა. ამიტომ დედებო, თუ თქვენ არ ხართ მზად დედობისთვის და თუ თქვენ არ ხართ მზად იმისთვის, რომ იყოთ დედა და გერქვათ დედა და თქვენი შვილის სიცოცხლე თქვენივე ხელით გაჩენილი თქვენვე არ მოასწრაფოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოთ მშვიდად საკუთარ ენერგიებში და თქვენ შვილებს არ მოუწიოთ და არ წამოიწიოთ რაღაცა ძალიან ცუდი რაღაცები თქვენივე ენით, თქვენივე სიტყვით. არ შეიძლება ვაიმე, არ შეიძლება ჭირიმე, არ შეიძლება ჭირი, აი მსგავსი სიტყვები ხო არ შეიძლება და ასევე არ შეიძლება შვილის წყევლა. შეიგნეთ. ან არ გააჩინოთ და თავი დაიცავით 1000 რაღაც არსებობს. ან უბრალოდ იზრუნეთ თქვენს გაჩენილ საოცარ არსებაზე, რომელსაც სჭირდება თქვენი გაფრთხილება. უმწარებთ სიცოცხლეს ბავშვებს, ადამიანებს და თქვენვე ზარალდებოთ ისევ და თქვენ გამოდიხართ გამწარებულები საბოლოო ჯამში. ძალიან ცუდია დედის წყევლა. ნუ დაწყევლეთ შვილებს. თუ თქვენ თვლით რომ არ ხართ მზად შვილის ყოლისთვის, ნურც იმას ნუ გამომწარებთ სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ნუ მოსპობთ მის არსებობას ამ მშვენიერ სამყაროში. თქვენ თუ უბედური ხართ, თქვენი უბედურება თქვენ თავში ჩაახშეთ, ან გაღმობხარეთ, მიდით სპეციალისტთან, იმკურნალეთ, ეს არ ტეხავს, ფსიქიატრი თუ გჭირდებათ ეს არ ტეხავს. მაგრამ ეს მდგომარეობა, რაც ამ ქალბატონმა დღეს მომიყვა, აი მართლა მთელი კონსულტაცია მაჟრიალებდა, რომ მეთქი ეს რა ხდება. ანუ მართლა შოკში ვიყავი, ადამიანის ხარაც რამლებით ტიროდა და გუშინ 4 საათზე მომწერა გამთენიოს, რომ აი გეხვეწებითო დილითო მიპასუხეთო. მე ამ ქალბატონმა მომცა ამის უფლება, რომ მეთქვა, რომ ეს ყოფილიყო სიგნალი, რომ ყველა დედა პირს დააკავოთ ცოტა ენა და თუ რაღაცის დაწყევლა გინდათ, ეს თქვენი უბედურებიდან მოდის. თქვენ შვილი არაფერ შუაში არ არის მაგ ყველაფერთან. შეიგნეთ, ან ადამიანურები იყავით და თუ არ შეგიძლიათ რომ ადამიანურები იყოთ, მაგისთვის არსებობს უამრავი ფსიქიატრიული კლინიკა, ან უამრავი კლინიკა გამოსასწორებელი, სადაც შეგიძლიათ რომ ან გადასხმებით ან რაღაცა კონკრეტული პროფესიონალის ჩარევით, დახმარებით თქვენ უმკურნალოთ თქვენ თავს. თქვენ არ ხართ მაგ დროს ადეკვატური. ამიტომაც თუ თქვენ არ ხართ ადეკვატური, პირველ რიგში თქვენ შვილს მაინც ნუ უსწრაფებთ სიცოცხლეს, იმიტომ რომ ამით ისევ თქვენ დაზარალდებით, მერე თქვენ გეტკინებათ ისევ. რა მოუვიდა ჩემშვილს ნეტა ჩემო წყევლებმა განახორციელა რაღაცა. კი, კი და კი. ამიტომ ენას კბილი დააჭირა თუ შეგიძლია და ადამიანი იყავ პირველ რიგში დედამდეც, ცოლობამდეც, ყველაფრამდე. ადამიანად დარჩი. მადლობა ყურადღებისთვის.